ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. თენგიზ გოგოტიშვილთან. სანამ დავიწყოთ, მოასწარი და მოიწონეთ. ან კიდევ უკეთესი, გამოიწერეთ. ვაშა. ვაშა ალმატის კაირაც. ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ალმატის, რომელიც არათუ ევროპაში არა, საერთოდ აზიის გეოგრაფიულ ცენტრშია. ალმატის კაირატი ითამაშებს ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე და საქართველო ევროპიდან ვარდება. არა მარტო საფეხბურთო ევროპიდან, არა, ლიგებს არ გულისხმობ. წყალსაც წაუღია საერთოდ. საქართველო უბრალოდ კარგავს ადგილს ევროპაში, თავის კუთვნილ ადგილს. 31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ქართული ოცნებისთვის დათმობილი ვადა დათმობებისთვის. თუ მართლა გინდათ ევროპა, აი ესენი უნდა გააკეთოთ. თუ არა და იცოდეთ, გართმევთ უკანასკნელს და ყველაზე მნიშვნელოვანს რაც გაქვთ, უვიზო მიმოსვლასო. ქართული ოცნება, რომელიც რუსულია, არათუ დათმობაზე არ მიდის, არამედ პირიქით უმატებს და უმატებს ანტიდასალურ გრადუსს. ერთმანეთის მიყოლებით იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ ევროპისკენ და ზოგადად ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზას გვიხერგავს. რა თქმა უნდა, ამისთვის მადლობებს იღებს მოსკოვიდან. რუსი პროპაგანდისტებისგან, პოლიტიკოსებისგან, ჩინოვნიკებისგან, ვისგან აღარ. უკრაინელებს რომ უთხრა იანუკოვიჩმა არ გვინდა ევროპაო, ისევ რუსი გვირჩევნიო, გამოვიდნენ ქუჩაში და სამოქალაქო გმირობის ეპოპეა შექმნეს. ამიტომ არის სიტყვა მაიდანი უარყოფითი დატვირთვის არა მხოლოდ პუტინურ, არამედ პროჭორვილურ ლექსიკონებში. სინამდვილეში მაიდანი ნიშნავს ხალხს, რომელიც საზოგადოებად შედგა, თანამედროვე ერად ჩამოყალიბდა. იცის საკუთარი უფლებები და აქვს მიზნები და მზადაა იბრძოლოს. ის რომ მაიდანი სისხლით პუტინმა და იანუკოვიჩმა შეხებეს, ამ ადამიანების ბრალი არ არის, მათი გადახდილი ფასი აიძულეს. ევროკავშირის კარი ღია, გულითა და სულით მიგიღებთ. უთხრა კანცლერმა მერცმა პრეზიდენტ მაია სანდუს რამდენიმე დღის წინ მოლდოვას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. Bonsoir à tous. მაკრონმა მოლდოველებს მათ დედაენაზე მიმართა. პოლონეთის პრემიერმა ტუსკმა კი რუსული პროპაგანდის დიდი გამოცდილებით საერთოდ ქოცებს უპასუხა. თქვენ სწორი გზა აირჩიეთ, თქვენ აირჩიეთ მშვიდობა და ჩვენ მხარს გიჭერთ ამ ცდელობაში. ეს პასუხი იმათ, ვინც თავს იდებილებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია მაინც და მაინც ომს ნიშნავს. რომ იცოდეთ, ზუსტად ასევე აშტერებენ რუსები ხალხს, ყველგან სადაც მიუწოდებათ ხმა და ხელი. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ სხვა ყველგან ამას ფსკერის მარგინალი ოპოზიციონერები ამბობენ და მხოლოდ საქართველოში ყველაფრით უნიკალურ ქვეყანაში ამას ამტკიცებს ხელისუფლება. ხელისუფლება წოდებული დაჯგუფება. ნუ, მართალია, ასევე პოლიტიკური ფსკერის მარგინალები. შვიდად ვარ, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება გამოცდილი პროფესიონალის ხელში. მეც მშვიდად ვარ. არადა, აქამდეც მშვიდად ვიყავი კაცმა რო თქვენს, მაგრამ ახლა სულ ნეტარებ. მას შემდეგ რაც სუსის უფროსად მამუკამ დინარაძე გაამწესეს. სულ ნარჩევი ბიჭებიო, ხომ გაიგიათ? აი, ასე შეუძლიათ ხმა ბორის ივანაშვილს. სულ ნარჩევი ბიჭები ყავს. აირჩიეთ რომელიც გინდათ, ნებისმიერს დაადეთ ხელი. სულ ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე ჭკვიანი, ერთმანეთზე სათნო და ფასდაუდებელი. დადეთ ნებისმიერ სკამზე და შედეგი იქნება იგივე. აი, არაფერი არ შეიცვლება. ოღონდ მაინც გაუმჯობესდება. ფასდაუდებელია მისი ანალიტიკური უნარჩვევები, ის გამოცდილება, რომელიც ბატონმა ანრიმ დააგროვა ამდენი წლის განმავლობაში და ის აუცილებლად წაადგება მას. ისე ფასდაუდებელი თუ იყო, რატომ მოკიდეს ხელი და რატომ გადააგდეს სუსიდან ქოცთა პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობაზე? იმიტომ რომ მამუკამ დინარაძე არანაკლებ ფასდაუდებელია, არანაკლებ პროფესიონალი და არანაკლებ დაუღალავი. მამუკა დინარაძე არის ლიდერი, რომელიც არასდროს არაფერზე არ იხევს უკან საკუთარი ქვეყნისთვის და მას გამორჩეულად აქვს გამსაფრებული როგორც პატრიოტიზმი, ასევე სახელმწიფოებრივი ხედვა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩვენ თანამშრომლობდით საქართველოს პარლამენტში, ის ნამდვილად იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ იღლებოდა საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნით. თქვენთან დიდი ბოდიში და მხოლოდ მაშინ, როცა სუსიდან გააჭიტლაკა. აი, მხოლოდ მაშინ გავიგე, რომ ანრიო ხანაშვილი, აი ეს ფასდაუდებელი და დეკემბრიდან აპრილამდე იუსტიციის მინისტრად გაუმწესებია რუსბორიას და მწველი კითხვა კიდევ უფრო გამიმწოვდა. თუ ასეთი ძვირფასი კადრია, ასეთი პროფესიონალი და პატრიოტი, 8 თვეში 2 მინისტრობიდან რატომ გააგდეთ? ასეთ რამეს მოხერხება უნდა ბატონო ანრი და თქვენ ეს შეძელით. აფერომ. ახლა რა იქნება?
ახლა ეს უნიკალური პატრიოტი, დაუღლელი, ჩაუმუხლავი, სუპერპროფესიონალი და ფასდაუდებელი კაცი გადაიბარგებს მთავრობის ადმინისტრაციაში და დაერქმევა პრემიერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. სერიოზულად ჟღერს, სერიოზული თანამდებობა, მაგრამ რის მაქნისია, ეგ უკვე სხვა საქმეა. ეროვნული უშიშროების საბჭო ნუგზარ საჯაია შექმნილი მართლა სამსახური იყო და სერიოზულ საქმეს აკეთებდა, სერიოზული კადრების გაზარდა. მერე სხვები იყვნენ. მერე საბჭო გაორდა, ერთი პრეზიდენტთან დარჩა, მეორე პრემიერ-მინისტრთან. მერე მხოლოდ პრემიერთან დარჩა და უსაფრთხოების საბჭო ერქვა. მერე კიდევ შეუკვეცეს ფრთები და საბჭოს მდივნობა ერთ-ერთ ძალოვან მინისტრს შეუთავსეს. სანამ გომელაურობდა, საბჭოს მდივანიც ეგ იყო. ახლა კი აპარატიც გააუქმეს მთელი ანალიტიკური და პრაქტიკული ფუნქციებიც. და დარჩნენ ერთი კინკილა უხანაშვილის ტვინის ნაჟურის იმედად. მდივანიც ეგ იქნება ახლა, დირექტორიც, აღმასრულებელიც, ანალიტიკოსისა და ყავის მომდუღებელიც. ყველაფერი. პრინციპში ახლა საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობას რა დიდი ანალიტიკა და კვლევა სჭირდება. ხელის გულზეა. დახედე რუკას და ნახევარ დღეს უყურე იმეცსა და პოსტივის და ყველაფერს მიხვდები. ჩემს მეტი ბატონო ანრი, ჭირისუფალი მგონი აღარავინ დაგჭირდა და ისევ მე შევაჯამებ თქვენს სახელოვან 4 თვიან მოღვაწეობას უსისუფროსად. დაპატიმრებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიქაუტაძე, ვისაც ღარიბაშვილის ბანკირს უწოდებდნენ. მეკრთა მეობისთვის. სახლი ქონია ამ კაც მადრიდში. მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რმ. გამოვლენილია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600.000 ევროს შეძენის ფაქტი. დაპატიმრებულია ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი ძმა, რომელსაც სამხედრო ბიუჯეტი 1.333.000 ლარით დაუზარალებია სამედიცინო აპარატურის ძვირად შესყიდვით. დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გხ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.333.728 ლარი გაიფლანგა. დაპატიმრებულია 2 ადამიანი 3 მილიონის ღირებულების ურანის ტრანსპორტირებისთვის. და დაპატიმრებულია ლევან ხაბეიშვილის მეგობარი ბინადრობის მოწმობის მოპოვებაში ვიღაცის დახმარებისთვის. საქმის ღირებულება $6,500. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეა და აუცილებლად შეგიყვანთ მსოფლიოს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოებში, თან ყველაში. დაკავებულია პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლც. საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. მაგრამ ვეღარ შეგიყვანთ ბატონი ბორისის ყველაზე სანდო ხელის ბიჭების სიაში, რადგან თქვენ ჩააფლავეთ მთავარი საქმე, რისთვისაც მაქს კამზე დაგდოთ. ვერ ამოიღეთ ბაჩიაშვილისგან თითქმის მილიარდი კრიპტოდოლარი, რომელსაც თქვენი ხაზეინი ედავება. კი, არაბეთში დააპატიმრებინათ პოლიციას, მაგარია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი მეგობრები დაგეხმარდნენ მაგ საქმეში, იმიტომ რომ იმათი კარგი კავშირები აქვს. ჩამოიყვანეთ, მაგარია. ჩასვით, მაგარია. ვიღაც ამბალი შეუგდეთ საკანში და ამოახდევინეთ სულიცემით, მაგრამ კოდები ვერ გამოსწალეთ. ხო და არც ისეთი ფასდაუდებელი კადრი ყოფილხართ. სულ ეგ კოდები ყოფილა თქვენი სამსახურის ფასი. და ვინ იფიქრებდა, რომ თქვენი კარიერა ბაჩიაშვილისგან ვერ მიღებული ციფრების რაღაც კომბინაციაზე იქნებოდა ჩამოკიდებული. და იმ კაცის რაზეც თავიდანვე ეკიდეთ და კიდიხართ. ბატონო ანრი და ყველა დანარჩენო. კოცო. მამუკა მდინარაძის ხელი დაეტყო კანონის აღსრულებას ამ ქვეყანაში. ხატი აწერეთელი დააპატიმრეს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის. და განამარტო მაგ ცოდვაში ამხილეს. კიდევ გაუბაზრეს, ეგ ხატი აწერეთელი კი არა, სინამდვილეში ირმა კურტანიძეაო. გაუჭირდება ქართულ შოუ-ბიზნესს უმისოთ, მაგრამ ჯერა რომ კარგ ადვოკატებს იპოვნის და გაიმართლებს თავს. თვითონ გარჯაც არ დასჭირდება, უპოვნია. პროკურორი ჯანდაბაში გადაასახლეს, როდება ვინ ჩაიდო გულში. ასეთ დამსახურებულ ხალხს, ასეთ პროფესიაში ყოველთვის მაგარი კავშირები აქვს. ყველა იცნობს, ყველას იცნობს. ყველას ტელეფონი უწერია, ყველას ცოლისთვის და ქმრისთვის რაღაც აქვს საინტერესო მოსაყოლი, ან საინტერესო კადრების აჩვენებელი. და ვის უნდა ახლა ეგენი? არავის. რა ქვეყანაცა იგივე პროსტიტუცია აქვს, შოუ-ბიზნესიც იგივე. ვიღაცას ჯეფრი ეპშტეინი ყავს თავისი ფაილებით, ვიღაცას ხატია ირმა თავისი აზონვებით. წამომყევით, ერთად ავარჩიოთ. არასდროს არ დავდივარ აქ ამის გარეშე. ეს არის ის, რაც ყველაფერში მეხმარება ხოლმე.
მოკლედ, სულ მალე აღმოჩნდება, რომ ეგეც Deep State-მა მოუწყო ხატი აირმას და ქართული შოუ-ბიზნესის უგვირგვინო დედოფალს ჩინელები ჩაუდო. თუ ჩაუწვინა, არ ვიცი, ახლა რომელი ზმნა უფრო სწორია. კიდევ ეღირსება ირმასაც და ხატიასაც, იმედისა და პოზიტივის წმიდათა წმიდა სცენებზე შადგომა და სტუდიებში მღერა. 17 მაისის ადრესასწაულო კონცერტებზეც მიიწვევენ და ქართული ოცნების კორპორატიულ ღონისძიებებზეც. აუცილებლად. აგერ მე და აგერ თქვენ. და კიდევ გვასწავლის ჭეშმარიტი სიყვარულისა და წმინდა ურთიერთობების ტრადიციას. ის საქმეც, რომელსაც თავდაუზოგავად ემსახურა და კარგად ააწყო, სწრაფად აღდგება და გააგრძელებს ქართულ-ჩინური ბიზნეს ურთიერთობების ტრადიციულ აღმავლობას. და ისევ შეათამაშებს თავის პოზიტიურობას ძირძველი და ტრადიციული ქართველი მაყურებლისთვის. ხმნივ ზოგადად პოზიტიურ შოუს, ეს არის კლიპებით, ეს არის კონცერტებით, რეალურად ეს თივარ, როგორც მეძახი ან უკვე და შემართეს პოზიტივის დედოფალი. თორემ სხვანაირად სალაპარაკო მიეცემათ ნაცებსა და სხვა არაკეთილ მსურველებს, რომ ბოლო ბიზნესი მუშაობდა ანაკლიაში ჩინური ბოზები და ისიც გაანადგურეს კოცებმა. პროჭორილელებს დიდი სტუმარი ყავდათ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი. ოღონდ თუ ვინმე დაინტერესდით რისთვის ჩამოვიდა ეს კაცი, ვერაფერს გაიგებდით. მომწვევა წერია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც საპატიო ყარაული და წითელი ხალიჩაც კი დაახვედრეს. კიდევ შეხვდა ქოცების იუსტიციის მინისტრ სალიას, რომელმაც მოუწყო სრულიად დაუვიწყარი გასეირნება გლდანის ციხეში. მთავარი კი ცხადია, უნდა ყოფილიყო აუდიენცია ირაკლი კობახიძესთან, რაც ზუსტად ვიცით რომ შედგა. ოღონდ ამ უკანასკნელის Facebook გვერდი, ან ვებ გვერდი, რომელიც ისტორიას მისი კულულების ყოველ გადავარცხნას უნახავს, რომელიც ავაზა საფეხბურთო სკოლის გახსნას 3 პოსტს უძღვნის. ზუგდიდი სპორტული ცენტრის გახსნას კი 5-ს. ეს Facebook-ი და ვები შეხვედრას ისრაელელ მინისტრთან ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ. მე იმ კატეგორიის ხალხიდან ვარ, ვინც კითხულობს რატომ. რა გამორჩათ მთავრობის სტრატკომებს და პრეს სამსახურებს, ასეთ სხარტებსა და ოპერატიულებს ყველა სხვა შემთხვევაში. იმ ხალხის კატეგორიიდანაც ვარ, ვინც ინფორმაციას სხვა წყაროებში ეძებს ხოლმე და ხანდახან წარმოიდგინეთ პოულობს. ახლაც, პიაპირ უნდა გითხრათ ვიპოვნე. გამოცემა Israel National News, რომელიც ამ შეხვედრას რამდენიმე წინადადებას უძღვნის. მოусმინეთ და თქვენ თვითონ მიხვდებით, რატომაც დაბლოკა კობახიძის კანტორამ, პრესამსახურმა თუ ვიღაცამ ფოტოების, ვიდეოს, თუნდაც ზოგადი ინფორმაციის გავრცელება. მინისტრმა წარადგინა ჰამასის შეერაღებული ტერორისტების ფოტოები, რომლებიც იტაცებენ ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს ღაზაში. რითაც ხაზი გაუსვა, რომ ჰამასის პროპაგანდის აპირისპიროდ ღაზაში არ შიმშილია და არ საკვების სიმწირე. მან მოუწოდა საქართველოს პრემიერს შეუერთდეს ყველა მძევლის გათავისუფლების უპირობო მოწოდებას. ახლა მიხვდით, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ულტრაზე ულტრამემარჯვენე იტამარ ბენ-გვირი, სთხოვს კობახიძეს დაუდექი გვერდზე ისრაელის ხალხს და მოითხოვე მძევლების გათავისუფლება. ვისგან? ციტატა. ისრაელის სახელმწიფო ანადგურებს ირანსა და ჰეზბოლას და ასევე ებრძვის ჰამასს ღაზაში. კაცობრიობამ არ უნდა დაუშვას, რომ ჰამასი ღაზაში დარჩეს. ის უნდა განადგურდეს. ახლა ალბათ ყველაფერი გასაგებია და პირველ რიგში გასაგებია, რომ უსაფრთხოების მინისტრის ვიზიტის მიზანი არა მხოლოდ ციხეების დათვალიერება, არამედ თავისი მთავრობისა და ქვეყნის პოზიციის მკაფიო დაფიქსირება იყო. ჩვენ ვებრძვით ტერორისტებს, თქვენ კი ტერორისტებთან მეგობრობთ და გლოვობთ მათ. და გახსოვდეთ ვინ ვართ, რა შეგვიძლია. თუ არ გახსოვთ, აგერ მეგობარ ირანს კითხეთ. ბენ-გვირი კობახიძესთან ალბათ ზედმიწევნი დიპლომატიური არ იყო. ზოგადად, არ თulis ეს კაცი საჭიროდ პოზიციის დაფარვას იმის გამო, რასაც ამბობს ჰამასსა და ღაზაზე, რასაც ფიქრობს და ამის გამო ნორვეგიას და კანადას ყავს სანქცირებული. ბენ-გვირის ვიზიტს, როგორც ნამდვილ ევროპელ დემოკრატიას ეკადრება, საქართველოშიც გამოუჩნდა პროტესტი. აქტივისტებმა მშვიდობის ხიდიდან გადმოფინეს პალესტინის უზარმაზარი დროშა. რაც ასევე საინტერესოა, ისინი არავის დაურბებია. არავის გაუნგრევია ცემით, არავის დაუპატიმრებია, არავის დაუჯარიმებია, დროშაც კი არავის ჩამოუხტმევია. უბრალოდ ექსპერიმენტად გთავაზობთ. გააშალეთ თბილისისადმე, მაგალითად, ასეთივე გრანდიოზული უკრაინული დროშა. თუ ვირისაბანოში არ გაგიშვეს 5,000 ლარიან ჯარიმას არ მოგანატრებენ. გარანტიას ვიძლევ. აგერ ივლისში იყო, რომ კობახიძის მთავრობამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვინმე ღვთისიაშვილს უხთო საქმე დაავალა. წადი და მიუსამძიმრე ირანის საელჩოს, რომელმაც, ციტატა, ირანზე ისრაელის რეჟიმის თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოაწყო. მივიდა ეს ბედოულათიც და სამძიმრის წიგში სულ ცრემლები აღვარღვარა ჰამასის მეგობარი პროჭორილელების სახელით. აი, ამის პასუხის მოსათხოვნადაც ჩამოვიდა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი. და რასაც უნდა კარნახობდეს ივანაშვილს თავისი გეოსტრატეგიული გენია, სახელად ფსბ. მისი, კობახიძისა და სხვა პროჭორილელთა ინტერესშია ყური დაუგდო ნამსტუმარს. თუ არა და ძველი ანეკდოტი ხო გახსოვთ? ყური-მური მე არ ვიცი დავიჭერ და
პროჭორილელებმა მოუკლეს საზღვარგარეთ სიარულს ძალიან გასაგები მიზეზების გამო. თორემ აგერ აბსოლუტა საგარეო მინისტრად წოდებული ოლეგ ბარციცი ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მეორე ჩავიდა სირიაში. ვიზიტის ოფიციალური საბაბია დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაში მონაწილეობა. სოხუმის ინფორმაციით, მისი დელეგაცია იქ ახალმა პრეზიდენტმა აჰმად ალ-შარამ მიიწვია პირადად. ბარციცი მართლა დაესწრო ბაზრობის გახსნას, ალ-შარას გამოსვლაც მოისმინა, მერე შეხვდა რუსეთის ელჩს სირიაში და საკუთარ ელჩს, რომელსაც რატომღაც მუჰამედ ალი ჰქვია. ხო, მუჰამედ ალი შეხვდა ბარციცი. თან ყავდა თავისი მოადგილე, თან ყავდა ეგრეთ წოდებული ეკონომიკისა და კულტურის მინისტრები და ნახევარი დუჟინი კიდევ ვიღაც წვრილფეხა სეპარატისტი ჩინოვნიკები. გასაგებია რომ რუსების ხელია. შეიძლება ხელი კი არა თითია, მაგრამ აბსუებისთვის ეგეც საკმარისია. ოკუპანტი და მისი მონასეპარატისტები საკუთარ საქმეს აკეთებენ. კითხვა მათთან არ მაქვს. კითხვა მაქვს იმასთან, ვინც ეს არ უნდა დაუშვას, ვინც თავს საქართველოს ხელისუფლებას უწოდებთ. თქვენ სად ხართ ამ დროს? ბაშარ ასადი, ვინც ცნო ქართული მიწების დამოუკიდებლობა მოსკოვში შარშან დეკემბერში გაიქცა. 9 თვე ჰქონდათ რომ მოგეგვარებინათ საკითხი ახალ ხელისუფლებასთან და ეს აღიარება გაგეუქმებინათ. ქენით? საქართველოს გადის სოკარის გასცადენი, რომელიც 3 კვირის წინ თურქეთიდან სირიამდე გაგრძელდა. უმარტივესად შეგეძლოთ, აი ძალიან, უძალიანესად ზრდილობიანად, გეთქვათ სოკარისთვისა და მეგობარი ალიევისთვის, რომ ასე არ გამოვა. ან სეპარატისტების აღიარება, ან გაზის გატარება. შანტაჟსაც ვერ დაარქმევ, იმდენად არაფერს ნიშნავს სირიის ახალი ხელისუფლებისთვის ამ აღიარების გაუქმება. თუ არა და პრობლემა ერთი ონკანით გვარდება. ერთი ღილაკით, აი მართლა ერთი ღილაკით. ერთი მოძრაობით, როგორც თავი დროზე პიპინია ერისთავმა მოაგვარა ერთი პრობლემა. მე საკითხი შემიძლია გადავწყვიტო მარცხენა ფეხის ნაკით. Вот смотрите, голубчик. Так. დაახლოებით ასევე მარტივად და ასეთივე ეფექტით. და თქვენ რატომ ვერ მოაგვარეთ ეს აქამდე? ანის თქვენი მიხეილ ყ რას აკეთებდა თურქეთის პაესტკაში ამასწინათ თლათ ერდოღანმა რომ მიიღო? ორი სიტყვა ვერ უთხრა. ერდოღანს იმხელა გავლენა აქვს სირიის დღევანდელ მმართველებზე საკითხის მოსაგვარებლად სატელეფონო ზარი და ორი სიტყვის თქმა კი არა, ცალი წარბის აწევა იქნებოდა საკმარისი. სრულიად საკმარისი. ხო და ააწევინეთ ის წარბი თქვენ რუსებო. აი ამის თქმა მიდოდა ზუსტად. არათუ თითი არ გაგინძრევიათ, აზრათაც კი არ გაგივლიათ არაფრის გაკეთება. იმიტომ რომ მართლა რუსები ხართ. ბოდიშების შემდეგ ბუნებრივად თქვენ თვითონ გამზადებთ თქვენი ხაზენი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ეს არის ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოიწონეთ და გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.